ის ხალხს შეუყვარდა, რადგან მათთვის საყვარელი მებრძოლები დაანოკაუტა. არ არსებობს ომარ დავანოკაუტო. თუ ამ ქამას მოვიგებ კი არა, მე ამას გავაკეთებ და მას პირველივე რაუნდში დავანოკაუტებ. თქვენ ყველა ასე იქცეოდით ჩემი ბრძოლის წინ, მაგრამ ბრძოლის შემდეგ რაც ხდება, ყველამ ვიცით. ილია თოფურიამ დაანოკაუტა ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ახლა უკვე ჩარლზ ოლივეირა. ეს სრული სიგიჟეა, ვის შეუძლია ამ ბიჭის შეჩერება? პირველი ადამიანი მსოფლიოში, ვინც ლეგენდა მაქს ჰოლოვეი დაანოკაუტა, ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, ვინც კი ოდესმე გამოჩენილა. გეთანხმები, ნამდვილი ღამის კოშმარია, ძალიან საშიშია, ნახე რა უქნა ჯოშემ ის. ასევე ბრაის მიჩელს, ეს სისასტიკეა. ძალიან მაგარი და ნიჭიერია, კარგი ბოქსი და დაცვა აქვს, ყველაფერში ძლიერია. ილია თოფურია უბრალოდ დაუჯერებელია. ის ახლა შერეული საბრძოლო ხელოვნების სახეა და მაინც რა არის ქართველი მებრძოლის საიდუმლო? უკვე ვთქვი, რომ მე წარმოადგენს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალ თაობას. ეს თამაშის შემდეგი დონეა. ეს მომავალია და სწორედ ამას წარმოადგენ მე. შემდეგაც თოფურია UFC-ში გამოჩნდა, MMA-ის სამყაროში ახალი ეპოქა დაიწყო. მან გააკეთა ის, რაც მანამდე ვერავინ შეძლო. მან უკვე გააოცა ყველა ამ სპორტში და ახლა გაჩვენებთ, თუ რატომ არის ილია თოფურია თანამედროვე MMA-ის სკოლის ახალი სახე. უკეთე, თუ არა დაუდგები და სახე საქმედ დაგილეწავ. გააკეთე მაშინ, მოდი აქ და გააკეთე, თუ შეძლება მას. გააკეთე რამე, ფეხზე ადექი, შენ ხომ არაფერი შეგიძლია. მიდი დაჯექი უკან, დაჯექი ისევ შენ ადგილას. თოფურიამ საზოგადოების ყურადღება პირველად ბრიტანელ პეტი პიმბლეტთან ღია დაპირისპირების შემდეგ მიიპყრო. მაშინ ორივე მაღალი პოტენციალის მქონე პერსპექტიულ მებრძოლად ითვლებოდა, რომლებიც ჯერ კიდევ შორს იყვნენ თავიანთი პიკისგან. ეს კონფლიქტი მხოლოდ გასართობი არ იყო, თუ თოფურია შენ სახელს ხმამაღლა ამბობს, უკვე მისი სამიზნე ხარ. იმ წამსვე, რაც ილია და პედი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ფანებს თვალწინ დაუდგათ სცენა, პედი იატაკზე, სიცხში და უგონო მდგომარეობაში. როცა ყველაზე საშიშმეტო გეზზე ვფიქრობ, ეს ილიაა, მისი ძალა ისეთია, შეიძლება პირდაპირ შუქი ჩავიქროს თვალებში და ცხოვრება შეგიცვალოს. კარიერის განმავლობაში ილიამ ფანებსაც და მოწინააღმდეგეებსაც ერთი რამ ასწავლა, როცა ის ლაპარაკობს, სჯობს სერიოზულად მიიღო. ილია ყოველთვის ამტკიცებს სიტყვებს ოქტაგონში. თუ ნოკაუტს დაგვირდა, რაც არ უნდა იყოს, ილია ამ სიტყვას შეასრულებს. ახლა ის ნომერ პირველ მებრძოლს უპირისპირდება და არა მხოლოდ საჩემპიონო ქამისთვის, როგორც ყველა ოცნებობს, არამედ რომ დაამახსოვროს ყველა დროის ნომერ პირველი, pound for pound-ის მებრძოლი. მან პირობა დადო, რომ დომინანტ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაანოკაუტებდა და ასეც მოიქცა. რეკორდების დამსხვრევა, ჩემპიონური გზა და ხანგრძლივი მემკვიდრეობა. ოდესღაც ალექსანდრე „The Great“ ვოლკანოვსკი უბრალოდ ჩემპიონი აღარ იყო. ის თამაშს აღარ ცვლიდა, ის თვითონ გახდა თამაში. დაუმარცხებელი 27 წლის მებრძოლი, რომელსაც მთელი საქართველო და ესპანეთი უკან უდგას. მისი თავდაჯერებულობა და ძლიერი ფინიშების სერია ახალი ეპოქის დასაწყისის მანიშნებელია.
როდესაც ხელს ასე გიყავს, აუცილებლად დაეცემი. ისმე გამირბის, უთხარით კონტრაქტს ხელი მოაწეროს. ესპანეთი, ჰავაი, მნიშვნელობა არ აქვს სად. ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ვერავინ შეძლო მისი დანოკაუტება და ვფიქრობ, რომ სხვა გზა არ არის, მე დავანოკაუტებ. პირველი მე ვიქნები, ვინც მას გათიშავს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა მის ბრძოლას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ მასზე ბევრად უკეთესი ვარ. თუ მასთან ერთად კიკბოქსინგში ან კრივში, თუნდაც ჭადრაკის მატჩი გავუმართავ, მე მას დავუმარცხებ. ასე რომ, რაც არ უნდა გააკეთოს, სხვა გზა არაა, მაინც მოუგებ. დაუკვირდა, რომ UFC-ს საუკეთესო მოკრივეს დაანოკაუტებდა და ზუსტად ასე გააკეთა. წასულის მიღწევები, ქამრები, რეკორდები, თოფურიას ეს არ აინტერესებს. თუ ელმატადორის სამიზნე გახდი, შენი ბედი უკვე გადაწყვეტილია. თუ ქამარს მოვიგებ არა, მე ამას გავაკეთებ და მას პირველივე რაუნდში დავანოკაუტებ. თქვენ ყოველთვის ასე იქცევით ბრძოლამდე, მაგრამ რაც ბრძოლის შემდეგ ხდება, ყველამ ვიცით. ის რაც ილია თოფურიას ყველაზე მაგრად გამოსდის, არის რომ ზუსტად იცის სად არის საშიში და თვითონვე მიდის იმ ზონაში, სად არის გარისკოს, რათა მიაღწიოს სასურველ შედეგს. თოფურიას ტრეშ-თოლკი აღარ აღიქმება როგორც აჟიოტაჟი ან სარეკლამო სისულელე. ყველაფერი რასაც ის ამბობს, საბოლოოდ რეალობა ხდება. პირველ რიგში ბრძოლის დროს მსაჯები არ გჭირდება, მათ შეუძლიათ წავიდნენ და ცოტა ხნით დაისვენონ. ამჟამად ილია პლანეტის საუკეთესო მებრძოლად ითვლება, რომელსაც ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. საუკეთესო სტრაიკერები ვერც კი შეეხნენ, ელიტურმა ჯიუ-ჯიტსუ სპეციალისტებმა ვერ დაასაბმიტეს. მსოფლიოს ყველაზე ძლიერ pound-for-pound-ის მებრძოლებს ჯერ კიდევ არ უპოვიათ გზა, როგორ დაამარცხონ ელ მატადორი. მაშინ რაიმალიმ მებრძოლის უკან. ბევრი ფიქრობს, რომ თოფურია მხოლოდ ძლიერ დარტყმებზეა ორიენტირებული, მაგრამ რეალურად ის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია იმ იარაღებისა, რაც ქართველს რინგზე ნამდვილ საფრთხედ აქცევს. შემატკივრათა უმრავლესობამ, რომლებიც თავს თოფურიას მხარდამჭერებად მიიჩნევენ, რაც კი იციან, როდესაც ილია პირველად გამოჩნდა,
პირველი 8 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო და მათგან 7 საბმიშენით. ის საქართველოდანაა, სადაც ჭიდაობა ეროვნული სპორტია. ესპანეთში თოფურიამ მკვრივი და MMA-ც დაამატა. სტილების ეს ნაზავი მსოფლიო კლასის მებრძოლს ქმნის, რომელსაც ნებისმიერ დისტანციაზე შეუძლია დომინირება. რასაც იძახის, ყველაფერს ზუსტად აკეთებს. დგომი, გრეპლინგი, ყველაფერი კარგი აქვს. ეს ბიჭი ნამდვილი ვარსკვლავია. ილია მიწაზე საშიშია და დგომშიც ნამდვილი მონსტრია. მას კარგად გამოწვის მოწინააღმდეგეების ჩათრევა ღრმა წყლებში. უბრალოდ შეხედეთ მის ბრძოლას ჰოლოვეისთან, როდესაც ბრძოლა მიწაზე გადავიდა. UFC-ს ისტორიაში ყველაზე დიდ ჯიუ-ჯიტსუს ოსტატებიც კი ვერაფერს გახდნენ მასთან. დღეს ილია სამწონით კატეგორიაში ყველაზე საშიშ მებრძოლად ითვლება. ფეთერვეითში საუკეთესოები ნოკაუტით დაამარცხა. ლაითვეითში ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა ცოცხალი ლეგენდის წინააღმდეგ. მან ნოკაუტით დაამარცხა ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი და ოლივეირა, სამი საოცარი მებრძოლის ზედიზედ. ნუ თუ ის არის ყველაზე ძლიერი დამატყმელი, ვინც კი UFC-ს ოდესმე ჰყოლია. მას შთამბეჭდავი გამარჯვებების სერია აქვს, ლეგენდები დაანოკაუტა. არ ვიცი დარტყმის სიძლიერით რომელ ადგილზეა, მაგრამ რასაც ამბობს იმას აკეთებს. მან თქვა, რომ პირველივე რაუნდში დაანოკაუტებდა და ასეც მოიქცა. ეს უბრალოდ შთამბეჭდავია. რა არის ილიასთვის შემდეგი? შეუძლია თუ არა მას ნამდვილად გახდეს სპორტის ისტორიაში უდიდესი მებრძოლი? მოდი განვიხილოთ დეტალურად. თოფურია ჯერ მხოლოდ 28 წლისაა, რაც სპორტ საინსის მიხედვით მამაკაცის ფიზიკური განვითარების დასაწყისია. რამდენჯერ გსურს რომ მიჩხუბო წლის განმავლობაში? 2-ჯერ ან 3-ჯერ. 3-ჯერ კარგია. დიახ, ბევრი ჩხუბი არ მიყვარს, რადგან ბრძოლისთვის ყოველთვის პროფესიონალურად ვემზადები. ასევე მოწინააღმდეგეებსაც პატივს ვცემ, უყურებ მათ ბრძოლებს და ვაანალიზებ, რომ სწორი გეგმა შევიმუშაო. პიკი დაახლოებით 32 წლამდე გრძელდება. იმის გათვალისწინებით, რომ ილია დაახლოებით წელიწადში 2-ჯერ ჩხუბობს, მას მინიმუმ 7 ბრძოლის ჩატარება მოუწევს. ისლამ ჩემთან ჩხუბი არ უნდა. მე ვთქვი, რომ ბოლოს მაინც მოგიწევს ჩემთან ბრძოლა. შენ ამბობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ხარ, რომ გააგრძელებ დივიზიონში დომინირებას და ასე შემდეგ. მაგრამ მიაკვა, ყოველთვის ვერ გამექცევი. რაც გვახსოვს ისტორია ისლამ მახაჩიევსა და ილია თოფურიას შორის. მაშინ ისლამს არ უნდოდა სხვა მეზობელ დივიზიონის ჩემპიონთან დაპირისპირება. მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. მახაჩიევი ზედაწონაში ავიდა და გამარი ვაკანტური გახადა. ხაბიბს მეტოქეები დანასწინ მიყავდა. მათ მიწაზე ანაცხებდა და თან დანას ელაპარაკებოდა. დიდი სიამოვნებით გაუკეთებდი ხაბიბს იგივეს. თოფურიამ თავის მხრივ ნოკაუტით დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა და გახდა 2 წონის ჩემპიონი. თუ ისლამი ჯეკ დელა მადელინას დაამარცხებს, შეიძლება ილია კიდევ ავიდეს ზედა წონაში, ან მახაჩიევი ჩამოვიდეს ისევ ქვედა წონაში და ჩემპიონს დაუპირისპირდეს. თუ ზედა წონაში ავა და ჩარლზ ოლივეირას დაამარცხებს და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება, მაშინ რა თქმა უნდა იმსახურებს ქამარზე ბრძოლას. ჩემთვის უკეთესია, თუ მას 77 კილოგრამში დაუპირისპირდები და მესამე ქამარსაც მოვიგებ. ეს საუკეთესო სცენარი იქნებოდა. ამ მოვლენებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, თოფურია უსაქმოდ ჯრომას არ აპირებს. მას საკმაოდ საინტერესო ბრძოლები ელის ახალ დივიზიონში. როდესაც მას დავამარცხებ და ტიტული ჩემი იქნება, შემდეგ პედისთან მინდა ჩხუბი. ილიას პედი პიმბლერთან სურს დაპირისპირება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება ყურადღებას მიიპყრობს. თუმცა სუფთა სპორტული თვალსაზრისით ამას აზრი არ აქვს. ეჭვგარეშია, რომ ილია პედის დაამარცხებს და ტიტულს ადვილად დაიცავს. თუმცა დივიზიონში არის ერთი სახელი, ვისაც რეალურად შეუძლია ილიასთვის წინააღმდეგობის გაწევა. ხანდახან ასეა, ცუდი ბიჭებიც შემოდიან ხოლმე სცენაზე. ბრძოლას ცარუკიანსა და თოფურიას შორის გაცილებით მეტი აზრი აქვს, როგორც სპორტული, ასევე შოუს თვალსაზრისით. არმანი შეიძლება ისეთი დიდი ვარსკვლავი არ არის, როგორც პიმბლეტი, მაგრამ მისი შესაძლებლობები სრულიად განსხვავებულ დონეზეა. ახლა თოფურიასთვის ამ დივიზიონში ყველაზე საშიში და საინტერესო სახელი არის არმან ცარუკიანი. წარმოედგინე ბრძოლა ჩემსა და დასტინ პორიეს შორის. ის ნამდვილი მებრძოლია. ბოლომდე იბრძვის და მზადაა მოკვდეს კიდეც. შენ წინ ისეთი მეტოქია, რომელიც მზადაა თავი წაკაცალოს. სამწუხაროდ ბრილიანტმა კარიერა დაასრულა.
ჯასტინ გეიჯი კი არგავს ადამიანს, რომელსაც ელ მატადორისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ტოფურიას ყველაზე ლოგიკური გზა იქნებოდა ასეთი. პირველი, ტიტულის დაცვა პიმბლეტის წინააღმდეგ. შემდეგ ცარუკიანი და ბოლოს დიდი ხნის ნანატრი დაპირისპირება ისლამ მახაჩიევთან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ვიყო, რადგან თუ საკუთარი თავის არ მჯერა, სხვა ვინ გააკეთებს ყველაფერს ჩემთვის სწორად. ამიტომ ჭირდება საკუთარი თავი ასეთი. ჭირდება, რომ მთელი პროცესის ყველაფრის, რასაც ვაკეთებ, ჩემი შესაძლებლობების, უნარებისა და ძალის იმედი ვიქონიო. ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ ასეთი ვარ. ტოფურიას საოცარი მომავალი აქვს. ის კონოლისგან განსხვავებით უფრო პრაგმატული, დისციპლინირებული და ეფექტური მებრძოლია. უკვე დაწერა ისტორია ფეთერვეიჩი და ახლა ლაითვეიჩიც იგივეს აგრძელებს. თუ ისლამი მოიგებს თავის ბრძოლას, უკვე დიდი შანსია მას ან ბრძოლის. და ეს იქნება გაცილებით დიდი და საინტერესო, ვიდრე კონორი და ხაბების დაპირისპირება. მოდი დაწერეთ თქვენი აზრით, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. მადლობა რომ უყურეთ ბოლომდე ვიდეოს, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. წინ უფრო მეტი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ნახვამდის.